გავაგზავნოთ არა მეგობრებო. მე ხშირად მithქვავს, მაინც ვინაიდან თვითონაც დავფრინავ და რაღაცნაირად ჩემ გამოცდილებას ვიზიარებ. აი, ყოველთვის ვიღებ ხოლმე ბოლო ადგილს. და რატო? მოდის. ავსებენ თავის ადგილებს, ტოვებენ ხოლმე რა, იღებენ რა, რო იტყვიან. და მე ხა ყველაზე ბოლო შემოვედი თვითონავში. ბოლო ადგილი კი მაქვს, ბოლო ადგილი იქ არის ჩემი ადგილი. მან გადმოხედე და აქ ნახეს უცარიელია ყველაფერი. ეხლა დავიარე, ხა მე შემიძლია იქითაც არ ვიციო, შუაში დავდები. აქაც დავშტები, მაგრამ არ ვიცი, პანჯერასთან დავდები მაინც. და ვაფრინდება თვითონავე, ეს ფაქტობრივად ერთელი ტერიტორია ჩემია. ჩემს რას გულისხმობ. აი ეს შემიძლია წამოწვე მე და გავშევიდე და ვიცი როგორი პრობლემების გარეშე. მაგრამ მე ვინაიდან მაინც ფანჯისთან შეიძლება რაღაცა დავინახოთ, რაღაც ეჭვმეპარება დავინახო, იმიტომ რომ თოვლიანი ღრუბლებია. და ყოველ შემთხვევაში კომფორტი შექმნილია და ჩემთვის თავისი ვიჩდები და ასე შემდეგ. სტუარდესამ შეამჩნია რომ ვიღებდი და მოიგებო და ჩვენს დაუჯერებთ და ამანაც ეთქვა იცის და უთხრა რომ ამ ადგილზე მე დამაჯინეთო და სტუარდესამ უთხრა რომ შეისვასო და მე მოგცემთო ნებართვასო და თავისებური ეშმაკობებია რა ეშმაკობას არ ვიტყვი მოხერხებულება მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები რომ ასე რაღაცა გააკეთა და თვითონავე სუსავსია და აი მაშინ როგორც ცოტა ჩემისა აი ამჟამად ერთად ჩვენ გავიმართეთ მიუნხენიდან ნეუ-იორკში ნიუ-იორკში 7 საათი უნდა ხოლმე ფრენა 7-დან ვინაიდან ახლა მე შარლოტაში მიდივარდი ის ცოტა სამხრეთით არის 9 საათი მოგვიწევს ფრენა 9 საათის განმავლობაში ახლა ადვილი ნამდვილად არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში წამოწვევის საშუალება მექნება და ისე გავიგეთ რომ ფრენას ვერც ვიგზავნოთ. ჩვენც მაგრე არ გვინდა საკებლა ამ ტიპმა და უკვე მოვიდა. ფაქტობრივად უკვე თვითონავე შეივსო და აქედან გამომდინარე ყოველ შემთხვევაში ჩვენი ამბავი გამოვიდა. დანარჩენი უკვე როგორ გავფრინდებით რა იქნება ფრენა გვაჩვენებს. კანჯდომა რატო არ უყვარს ხოლმე ადამიანებს, იმიტომ რომ ადამიანებს საჭირო თაღი რომ უნდება ხოლმე მოძრაობა მიდის და ეს აწუხებს და რა ვიცი მე უფრო თავისუფლებას ვამჯობინებ და იარო რა იმ თვალეთში ვინ აუშლის ჩვენ არ გვიშლის უბრალოდ ყურადღებას არ ვახცევთ თან უყურებ თითქოს შემიძლია გახვიდე ფეხი გაშრო იარო აქეთ იქით ეხლა შუა სალონში ამას ვერ მოახერხ უკან იგი თვითონავე სულ სხვა არის რა თითქოს აი როგორ გითხრათ ოპერიდან რო გადაჯდები დიდ ლიმუზინში ესეთი შექნება როგორც მინდა ასაფრენ ბილიქს აი თითქოს შრალია მაგრამ მაინც იგი წინ მანქანამ არის თუ რაღაცა სხლიან მე რო უკან მოსდევს ეს ტრაქტორი გერმანელები ახლა ესენი მაგრები არის აშრომაში როგორი ტექნიკა ის ასწვიდავს აი ეს რა არის ეს პატრიალებს აპრიალებს უეტყვიან იმას ასფალტს ჩემი პირველი რეისი ხო ნეუ-იორკში უნდა ჩავსულიყავი თოვლის გამო გადმომიყვანეს აქ შარლოტაში და შარლოტაში რო ჩავფრინდები და დიდი თოვლი იყო შარლოტა და ნეუ-იორკშია თვითონავე იმედია სანამ ჩავართ ის თოვლი დათნება ან აი საფრენი გარემოება იქნება მოაკრილებ და გამოჩნდება ასაფრენის ზოლი მარცხენა საიდან მოვედით და ალბათ ახლა იქით გასწორდება და იმ ვიწრო იმას სადაც ტრაქტორი წმინდა და ალბათ იქ უნდა გაიაროს არა გვერდზე ავწდით ალბათ სხვაგან არის ასაფრენი ზოლი აი რამდეს დავფრინავ და
სულ ვიცახე რა ქაკურებას ვერ მალავ რა მაგარი საინჟინრო წინსვლა ადამიანურ გონებაში ეს აეროპორტი და ეს თვითმფრინავი და ეს ყველაფერი იჯვარი გადავიწეროთ გაჩერდა და ეს მომენტი როგორ მახსოვს ხოლმე მე ხო ველოსიპედისტი ვიყავი და ტრეკზე იყო ასეთი სახეობა გიტი აი ადგილზე და 1 კილომეტრი უნდა გაგელო და ადგილზე დაგაყენებდნენ მე აი როგორი ძლავრად და სიძლიერით უნდა დაგეზრა ადგილი რა ნუ და მე უნდა აგეკრიფა სიჩქარე და აი თვითნავი რომ მიდიოდა ხოლმე სულ მაგას ვფიქრობ ნეტავი ასეთი საშუალება მქონდეს მეთქი ან შესაძლებელი რომ აი ესეთი სტარტიდან დავიწყო ასეთი სიმძლავრით მოძრაობამ და აი ახლა დაიწყებს ეს ჩვენი თვითნავი ამოძრაობას თი ოია ოხია ვიდა როგორც ვიცი 300 კილომეტრი სიჩქარე და აი ესეთი სიჩქარე რო ქონოდა ყველა ოლიმპიადებს და სოფლიო ჩემპიონატებს მოიგებდი რა აი ეს მაგას ვოცნებობთ წავიდა სპორტის პერიოდი წავიდა აბა ჩვენო დავიდა ალბათ 100 120 150 200 300 გონიადის აეროპორტი მიუნხენის წავედი და აერში ვართ ამის ასვლა ცოტა სხვანაირია დიდი თვითმფრინავი რო არის სხვა სიმძლავრით ჩათვალე თუ ლიმუზინში ზიხართ რა ამხელა აეროპორტია და მიუნხენა ხა ამდენი სულ 7 შენობა ვაღზალი ასე რომ თქვა რადგან ამით ამოვიდა რა ნეტავი მიუნხენს გადაული ზემოდან აქვია მარინ პლაზა გამოჩნდება ახლა ამდენი სადგურებია და ამათ შორის დადის მატარებელი და იმიტომ ამბობ ხოლმე რომ მიუნხენის იმაში წამყურადღებით უნდა იყო რომ მატარებელში არ დაიკარგო მაგრამ ვაიმე ავედით მაგრამ ალბათ ღრუბლებში დაიფარება ყველაფერი თან თოვლის ღრუბლებში მაგარია ის სუდადე მაინც აი შეჩეგზება ხოლმე დაფრინა მზევოდან უყურებ თავისი მოღამია ხა ამას ყველაფერს ეხლა ჩვენ კი დავფრინათ ასე თავისუფლად მაგრამ სულ მიგვეს ხოლმე ადრე მე-20 საუკუნის დასაწყისში როგორ დაფრინავდნენ არა წავედი ღრუბლებში შევედით ამ შტაბიჩილებებზე მერე ვილაპარაკოს როდესაც უკვე ზემოდან გადახედათ კარგად რომ გამოჩნდება დასახლება და შენობები და ასე შემდეგ ავწდით ამ ღრუბლებს თოვლის ღრუბლებს ზემოთ ახლა როგორც 1000 კილომეტრი 10000 კილომეტრი ზემოთ ვიქნებით დედამიწიდან ადრე სულ მიგვიდა ხოლმე რა უნდა ასეთ სიმაღლეზე დაბრა იფრინონ მეთქი მაგრამ მანდ რა ყოფილა ქვემოთ არის ღრუბლები და ღრუბლების ზემოთ უკვე რაღაც რომ 1000 კილომეტრი ზემოთ არის უფრო მოხერხებულია ფრენისთვის და იმიტომაც დაფრინავენ ამ სიმაღლეზე თვითმფრინავები კარგით ეხლა ალბათ საინტერესო არ იქნება თუ რაღაცა საინტერესო შეხვდა აუცილებლად დავაფიქსირებთ ეხლა კაი რაღაცას რომ არა შეხვდა მეთქი რატომაც არა შეიძლება ფრინავით ევშებიან ამის და მაგვარი გამოჩნდეს ჩვენ კიდე დავუბრუნდეთ ჩვენ სამფრობელოს კარგად განთავსდეთ და ვიფიქროთ იქნებს ამე საინტერესო და სასარგებლო ვიფიქროთ საფიქრარი დრო ძალიან ბევრი გვაქვს სულ მინიმუმ 9 საათი მაინც ნუ 8 საათი ახლა თქვა 2-3 საათი თუ წავიდეთ ნუ 7 საათი ასე რომ თქვა 3 ტელევიზორი ჩემგან გაგვარაში 1 2 3 ავიც ტელევიზორსაც უყუროთ
ლაპარაკა აჯობია ტაჯიკი და იფიქრე და იფიქრე. და 6 საათი და აბა ნახოთ სადა ვართ. ზე აჩვენებს რომ მე ამერიკას ვახლოვდებით. ოკეანე გადმოვიარეთ. გრენლანდია. სადაც კანადა ვითარდეს ეს. ხმელეთია ვერტების სხვა არა ხმელეთია თუ ნუ მდინარე მიდის და აქ სადა ვართ ერთი ვერა და ვერ ხვდები სენტ-ლუისი ესე იგი კანადას უახლოვდებით იმიტომ მონრეალი აგერ არის ისე აილენდ მოვდივართ ვიღაც ეს გრენლანდია ეს კანადის ტერიტორიაზე ვართ რა. დღეს ნიუ-იორკი აგერ არის და შარლოტა სად არის? ქვემოთ მოდივართ სადაც აქ უნდა იყოს შარლოტა. ბალტიმორი შარლოტა. გზა გამოგვივიდა, მაგრამ ასე ზამთრობს, მანერად არ გამოდიოდა. ეხლა ერთი ნიუანსი იქნება, ესე იგი, რო ჩავდივარ, ასე მითხრეს, ლენტიდან ბარს გადმოიღებო, მერე გადმოვიტანო. საერთოდ კომპანიები იღებენ ხოლმე ბარს და მერე თვითონ უზრუნველყოფენ იქამდე მიტანას, მაგრამ იქ საზღვარი უნდა გავიარო, ნახოთ. შარლოტა თითქმის კოლუმბია აუგუსტა ატლანტავია და ჯორჯიამდეა ატლანტა შარლოტა სამეცეს შარლოტა შატანუკა
გიგები მალე ამერიკაში ვიქნებ. აი დროც ვიპოვე 3 საათი 54 წუთი. 1560 კილომეტრი გვაქვს გასავლელი. ადგილობრივი დროით ვიქნებით 6:56-ზე. საათი რა უნდა გავაკეთო, უფრო მეც ისე ვიფიქროთ, რამე კინო ვიპოვოთ. მოდი კინო ვიპოვოთ, უში შევედი და თამაში მივმოდი. ის ამალახ რა ფილმები აქვს. ფილმები თუ სამხიარო თუ რა ვიცი. ეს რა არის? ნიკოლსონი ისევ შენადგილეს წახ. აჯდები და ისევ ვიწყებ ფიქს. გადაუფრინეთ ნიუ-იორკს, გადაუფრინეთ ვაშინგტონს, ზემოდან ჩანს ეს ყველაფერი. მაგრამ კარგია, რომ კარგი ამინდია. ეს გუშინდა გუში წინ მთლიანად ეს ხარ ესო დათვლილი იყო. თოვლი დევს, მაგრამ ზემოდან უხედა ალექი არ არის და კარგია, თუმცა იგი ქვემოთ ხედავს სულ. თები თუ გზები თუ რა ყველაფერი დათვლილია.
ვიყარო და მე ზემოთ გაიხედა მთელი galaktika და არა მარტო galaktika, არამედ galaktikები. და ჩვენ რო გონია ჩვენ გარშემო ტრიალებს ყველაფერი არაფერიც არ ახარ ამ სიცეში. ეს ერთი მხარე, მაგრამ მეორე მხარე რომ ის არაფერის რო არ ახარ და რაღაცა პატარა წერტილი ხარ. ისიც კი თვალსაჩინოა ამ სამყაროს შემქმნელისთვის, ანუ უფლისთვის. და ფიქრობ, რამ ხელა საოცრება, რამ ხელა სასწაული ხდება ჩვენ თვალწინ. გონია რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რო ჩაფიქრდები, დიდი ამოუცნობი სასწაული პროცესია. შეიძლება ვერ ჩამოაყალიბოს ადამიანმა ასე ვთქვათ კარგად, მაგრამ გააზრებით და ცნობიერებაში, ანუ ფიქრებში ვარიანტი არ არის რომ არ გაიაზროს, როდესაც ამხელა სივრცეებს და ამხელა არც და ნუ ტერიტორიას და სილამაზეს და ნუ ყველაფერი ერთად აღებული რომ ხედავ. Into Charlotte Airport, kindly make sure that your electronic devices as well as your hand luggage are stored again correctly for landing. Kindly remember იწყდეს რომ თვითუნავი ჯდება და თვითუნამა დაიწყო დაშვება. ნახოთ როგორი ფრინავია და როგორ დასვავს ამ უზარმაზარ თვითვინავს. შემოატრიალა, მაგრამ აეროპორტი სად არის რო ვერ ხედავ. აქედან არ ჩანს ეთქო. მინდა მშვენიერი ამინდია. თოვლიო. ალბათ უფრო ნიუ-იორკში და იქითკენ არის თორემ. ორი დღის წინ განცხადება იყო რომ დათვლილი იყო ის ადგილი. ჩვენ ვერაფერს ვერ ვამჩნევთ თოვლისას არა მეგობრო. და მარჯვე შემოატრიალა. დაბრაცილია დაუნული თვითმფრინავი ხაშკიდო. და ეხლა ალბათ გაასწორებს და სავარაუდოდ იქ წინ დასაფრენებელია და აი ბობლები დაუშვა. გამოუშვა უფრო სწორედ. დაშვება თავისებური ადრენალინი გამოდის ხოლმე და ციკლი თავდება ფრენის. არ ვიცი, ალბათ სხვებსაც ეს გზნობა მოძდით ხოლმე და მე მაგრამ ვიტყავ ნებივრობ რა მომენტის დროს დაშვების დროს. გამოჩნდა საწყობები და ტრაილერები. რაღაც ნაცნობია რა მეგობრო. აბა ჩვენო ფრინავო როგორ დაეშვები გვაჩვენე შენი კლასი. როდის დავიწყო დათვლა? ფართოვდებიან აეროპორტს აკეთებენ კიდევ. აბა 3 2 1 და აბა ჯერა შევა. წაიღო ცოტა მარცხნივ წაიღო. ვიცი როგორ შევაფასოთ ამ წინავის დაშვება. წინა თვითნამა უფრო კოხლად დასვა. არა უშავს. დავარია დავეშვით ამერიკის მიწაზე, ამერიკის კონტინენტზე. ამერიკაში ვარ მეგობრებო, ამერიკაში. Verehrte Gäste, herzlich willkommen unsere Parkposition erreicht haben und die Anschnallzeichen ausgeschaltet sind. Öffnen Sie bitte auch erst dann die Fenster. Welcome. Mains რა ტექნიკა რა, ეხლა მომივიდა მესიჯი, რომ თქვენი თვითნავიო 2-3
3 საათით გადაიდო რა, ესე იგი შარლოტიდან ნიუ-იორკში გადასაფრენა და ეთილი გამიხარდა, იმიტომ რომ წესით 1 საათი მქონდა დრო და ეხლა რომ გადაიდება, უკვე აღარ ვიჩქარება. წყნარად მივალ იმ გადასაჯდომზე. საინტერესოა ჩანთა როგორ უნდა გამოვიტანო, ეგაა საინტერესო. თუნდაც მოგვადგა. ხო და წერია რომ ის ცუდი ამინდის გამო მთელი გრაფიკები აერიაო და აქედან გამომდინარე, იმიტომ მოგვიანებთ რა ბოდიში ვით გამოვიდოთ. ღებულია ბოდიში და გაფრთხილება. ეხლა იმეილიც ხომ მომივიდა, გადატვირთული ახაზებიო და აი კაპიტანმაც გაგვაფრთხილა რომ ბოდიშითო ყველა ადგილიო დაკავებულიაო და ცოტა დაგვაგვიანდება და აყენება თვითნავისო. ფაქტიურად იქითკენ ჩილოეთში რომ თოვლი და არა საფრენად ცუდი ამინდებია, ეტყობა აქეთ გადმოიტანეს ერთველი თვითნავების დატვირთვა აქეთ აეროპორტში და ყველაფერი დაკავებულია. ფაქტიურად ყველენ ნევაქში უნდა ყოფილიყავი, მაგრამ ამინდის გამო მოხდი შარლოტაში. ასეც ხდება. ჩამოვედით ამერიკაში და უკვე ფსიქოლოგიურად მემზადები რომ გადავერთო ამერიკული რიტმის ცხოვრებაში. რას გულისხმობ რა? საქმიანი, სწრაფი და ეფექტური მოქმედებით. ამერიკა მაგით გამოირჩევა ყოველთვის. სიჩქარე, შედეგი და მოქმედება. ევროპაში და იმაში ისე არ იცნობა და აქ ჩქარა, ყველაფერი სიჩქარეში. აგერ კიდევ გაჩერებულა, მანქანა უშუალოდ მოადგა და უკვე დაიწყეს ჩანთების გადმოტვირთვა. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ამერიკაში რომ მოხდება ადამიანი გაივლის გამოვლის პირველივე საათი, პირველივე 3 საათში, 4 საათში უკვე იცნობა ყველგანეს ტემპი და ასე ვთქვათ, დინამიკა. სტენდელა უნდა გადავერთოთ ამისთვის. გადმოტვირთვეს და всё, წავიდნენ, ასე სწრაფად. მადლობა უთხრათ ამ თვითმფრინავს. შარლოტას აეროპორტშიც მოვედით, მე რა ამბავი ხალხია, ეს დაგვიანებული თვითმფრინავების ბრალია. რო გატანილია. ასეა თუ ისეა, შარლოტას აეროპორტშიც მოხვდით. ჩვენ მოხდებოდი შარლოტას აეროპორტში. მოხდით და ესეც კარგია. We're almost done with all this stuff. მაინც აზღვარია ეხლა ისა. მე ყოველთვის ან ნევარკში ან იმაში მოდიოდი. ნიუ-იორკში და ეს უკვე პირველად არის ძალიან ბევრი ხალხია. შევდეში და მოდი მოვეჟიტებით ეხლა ყველაფერს. ან რაღაც ახალი რაღაცა იყო. არ შემომუწმებიათ, უბრალოდ ასეთი მონიტორის წინ დადგები. თუ წვანიანი თუ გიშვება, თუ არა და არ ვიცი. ესე იგი უკვე ტექნოლოგია წინ წავიდა. ეხლა მოდი ახლა რა ხდება. ჩემი ჩანთას ავიღებ. მივენახ ესე იგი მე-13 მასთან უნდა მივიდეთ. და ეს არ გავაკეთოთ რეგისტრაცია. არ ვიცი, რაღაცას ნახოთ. ბევრი ხალხია რა, ეს თვითნაირი ვარ დაფრინავი. მოდი აბა ნახოთ ახლა ჩვენი რეისი 3:17-ია. ცხოვან იქნება. ალბათ იქნება ქალაქში გასასვლელი და ალბათ თავიდან იქნება რეგისტრაციის გატარება საჭირო. ჩვენი თვითნავი ჯერ არ ჩანს, იმიტომ რომ ონლაინით მომივიდა 9:30-ზეო და აქ შეჯერებით არ არის. ადრიან ჭირეთი. ან გადატენილია ხალხი. გავიარეთ და უნდა
გავიდეთ ახლა მეორე სართულზე. ალბათ რეგისტრაცია უნდა გავაკეთოთ. მეშლება მოსასვლელია და ჩვენ გვითხეს second floor. ყველაფერს წვიმანეს ვაჩვენეთ მეგობრებო. მეც პირველად ვარ ამ აეროპორტში, მაგრამ პრინციპი მარტივია რა. გამოდიხარ და ის ადგილი უნდა იყოს, სადაც უნდა შეხვიდე. აეროპორტი გონიათ აქეთ. ოკეი. ჩვენი რეისია 371, მაგრამ ჩვენ არ არის რეგისტრაცია დაწყებული. აქედან თავიდან უნდა შეგამოწყო, მაგრამ რეისი 371 ნევარკ. 371. აი აგერ არის ჩვენი რეისი, აი აგერ არის. ნევარკი 371 და ისე რომ ნევარკ A21. 9:30. და ესენი ეს არაბები და ეს ამერიკელის და გაურკვეველი სიტუაცია, ალბათ ჩეკინგ. ჩემსავით მოდიან იმაში. წამოყევით ჩვენ ვიდა United და გვეტყვიან ალბათ ჩეკინგ. არ მომყევიან. წამოდი საკეთ, წამოდი. ჩვენი კომპანია არის United, ეს ამერიკენია და უთხარ იმ ხელას და მაინც არ მიჯერებს. წამოდი ხარ, მათ უცი. United და შევარ და აქ თავიდან გავატარებ ალბათ. United. ჩვენი გონება ჯობია, არ მიჯერებენ. მოდი და. კარიდან მადლობა მითხრა ბოლოს. ქართველებს აუგჯერეთ. სეკურიტი. არის შემოწმება და ერთ სიტყვით მოგვარდა ჩვენი საქმე. ეხლა ფაქტიურად მე უნდა ვიპოვო ისეთი ადგილი, სადაც დავждები. 3 საათი ლოდინი, ჩვენი რეისია 3:17 და ასე შემდეგ. რამე საინტერესო თუ იქნება, აუცილებლად გადავიღებ. საინტერესო და შემეცნებითი და სასწავლო, ასე რომ ვთქვათ. რა აეროპორტი ქონიათ, ნახე. ღები, თელგამბები. ჯერ პატრია. მივხედოთ ჩვენ საქმეს ნელა-ნელა. მაგრამ რომელი გეიტია, როგორც წინა იმაზე არ დამემართოს. ნევარკი. A21. წავედით, არის იქით. A21. აქ ძალიან მარტივად არის რა. საერთოდ ნების უბრალოდ წეღანას რომ ვამბობდი რა, მიუნხენის აეროპორტი და ეს პარიზის არის სულთა თავის ტკივილი და აქ ძალიან მარტივად არის. სადაც არ უნდა მეხვიდე, ყველაფერი წერია, მიმართულებები და всё. 371. ჩვენ ეს რეისი გვინდა. ცოტა აგვიანებენ, ნევარკი 10:09-ზე გაფრინდება დილით. ყველაფერი კარგად წერია, ყველაფერი ინფორმირებულია. ამერიკა რა. გინდა არ გინდა, როგორც გინდა თქვა, ამერიკელებმა იციან მუშაობა. ახლა სადაც ტელეფონს დავტენი, ფაქტობრივად ყველას კამთან არის დამტენი. დავждები და დაველოდებით, ცოტა ისეთი სკუჩნი ადგილას დავждე. ვილაპარაკო. დრო გვაქვს ბევრი. ვიცი, გინდა ასე თქვით, გინდა ისე თქვით, ამერიკა მაინც სხვანაირია რა. ვიცი, მე მომწონს საქმიანი, სწრაფი და დინამიური. ევროპაში უფრო დორია, რა თქმა უნდა, გააჩნია რა, შეიძლება ახალგაზრდასთვის ამერიკა იყოს უკეთესი და უფრო ხანში შესრულებისთვის ევროპა, სადაც სიწყნარე და სიმშვიდე და ამერიკა, აი ძალიან მარტივად არის ყველაფერი რა, რაციონალურად, სწრაფად და დინამიურად.